დღეს ჩვენ გვყავს მოწვეული ძალიან კარგი ახალგაზრდა შესანიშნავი, ესე რომ ვთქვათ, გიორგი ტაბიძე, არის ჩვენი სტუმარი დღეს, მივესალმოთ და მადლობა გადავუხადოთ. გასასიამოვნოა მართლა, მადლობა მოწვევისთვის. ასევე აქვე მე რო არ დაგვაუწყდეს. აი ამ ახალგაზრდებს მინდა გადავუხადოთ. ძალიან დიდი მადლობა. ეს ბავშვები დაკავებულები არიან და გამონახეს დრო და მოვიდნენ ბატონ გიორგისთან შესახვედრად და გაგვაცნობენ მის შემოქმედებას და პოეზიას. ბატონო გიორგი, შევეცდებით რომ გულთბილად გიმასპინძლოთ. თუ რაღაცა ნიუანსი დაინახო, თვალი დახუჭო იმერულად. არაფერი ნიუანსი არის. დავიწყოთ აბა. მოგესალმებით და ვიწყებთ. გამარჯობა პირველ რიგში მე გახლავართ ავტორი გიორგი ტაბიძე. და უკვე მე-9 წიგნის ავტორი ვარ, ჩემი მოდოციგნი დანთებული სამთელი, რომელიც გამოვეცი და სულბალე მე-10 წიგნსაც ველოდები. 30 წლის ახალგაზრდა გახლავართ და ესე წებს რომ დავდივარ ჩემ შრომას, ხალხს უზიარებ და სასიამოვნოა რომ დღეს თქვენ გვერდითა ვარ, ხარაგაულში პირველად ვარ, მაგრამ ჯერა რომ ხარაგაული ჩემში წარუშლე კვას დატოვებს. ახლა მინდა ვთქვა რომ გიორგის შემოქმედებით, ანუ აი ეს მისი წიგნები, გაყიდული წიგნები ხმარდება ქველმოქმედებას, მოხუცებულთა თავშესაფრებს და აი ესე შემდეგ და ეს მართლა ძალიან მისასალმებელია, როცა ესეთ ფინანსური, ეკონომიკური პრობლემებია ზოგადად დღეს საქართველოში და ესეთი ახალგაზრდა რომ ქველმოქმედებას ეწევა, ეს ძალიან დასაფასებელია. ვიყავით სხვათაშორის დუშეთში, ვიყავით საარდლომოდ დუშეთის შეშიმო პირთა პანსიონატში და გავახარეთ საარდლომოდ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვისაც მათთან შეხვედრა. იქამდე კიდე მოხუცთა თავშესაფარს ვესტუმრეთ და ასე შემდეგ, ესე ვცხოვრობ, ესე ვიბრძვი და წარმოგიდგენ ჩემს წიგნებსაც. გიორგი ვიტყვი, ანუ თქვენი დევიზი რაც არის ძალიან მოგვეწონეს, როცა გავეცანით შენ წიგნს. იმდენად შინაურად შემოხვედი ეს ერთი კვირა თქვენთან ურთიერთობაში, უკვე შენობითაც მოგვართეთ ამისთვის ბოდიშ მოგიხდით. თქვენი დევიზი არის ესეთი, რომ აი ჩვენც დავბერდებითო და სწორედ აი ამიტომ ცდილობს რომ ესე მოხუცებულთა თავშესაფარს და ქუჩაში არსებულ ადამიანებს აეხმაროს. ეს არის ჩემი დევიზი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. მე უკვე დავიაზრე სხვათა შორის ბავშვობიდანვე ფიქრობ ხოლმე მოხუცებზე ვაკვირდები და